2006 წლის 13 ივნისს შეხვდნენ ერთმანეთს სააკაშვილი და პუტინი ქალაქ სოჩაში. თუ იცით ამის შესახებ რამე? ზღვაში რო გავიდნენ და 2 საათი რო იყვნენ იქა. იქიდან რო დაბრუნდა და რო ჩამოვიდა საქართველოში და ხელათ რო ორფულო წამოიწყეს. აი იქ იყო მოლაპარაკებული ეს ყველაფერი. აბსოლუტურად. ძალიან ბევრი რამე 8 წელიწადი ვიყავი რუსეთში, ძალიან ბევრი რამე გავიგე, ძალიან ბევრი რამე ფაქტებით ვიცი და თუ გამოძიება ამაზე დაინტერესდება, ძალიან ბევრი რამეს კიდევ ფარდასავხდით. ეხლა სანამ დრო შეზღუდული მაქვს გოგავას განცხადებაზე. აი დააკვირდით როგორ ამზადებდნენ ჩვენი ტერიტორიების გასასხვისებლად. თუ ჩვენს მეგობრებს, ეგრეთ წოდებულ მეგობრებს, რომლებიც მეგობრებად არიან წარმოჩენილი ჩვენი დადამხმარეებად, უნდათ რომ ძლიერი ყოფილიყო ჩვენი ჯარი, ჯარში რეფორმა უნდა ჩაეტარებიათ, სადაც ისეთი რომ სპეციალისტები მოიშორეს და მოიყვანეს დილეტანტები. აგერ გეჯდათ სარდალი, გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც გეუბნება, რომ მე რა ვიცოდი ცხინვალში კოდორში რა ხდებოდაო. წარმოგიდგენიათ, ეს უკვე ტრიბუნალია. ამის თქმა. მერე მეორე, სარდალი, რომელიც რომს წამოიწყებს და წააგებს, ის თავს იკლავს. თუ ის სარდალია და თუ ის შინაგანად არის ჯარისკაცი. მაგრამ არც ერთი ჯარისკაცი იქ არ იყო. ჯარისკაცები მოაშორეს აბსოლუტურად და ჩანაცვლეს პოლიციელებზე ცუდი თქვა კი არ მინდა ამითი. პოლიციელს აქვს თავისი მოწოდება, რომ იმან დაიცვას. კი ბატონო, წესრიგი სამიხედოს, მაგრამ იყო ერთი კაცი, ვანო მერაბიშვილის მოადგილე პოლიტიკა. მეომარი კიდე სულ სხვა რამეა. ის სულ სხვა მოწოდებით. ამიტომ იყო ეს რომ მოცილებული იყო აბსოლუტურად, თუ გახსოვთ თქვენ ალბათ 2008 წლის წინ, თუ კი ვინმე შეეძლო 2 კაცის გამოყვანა, აი მაგალითად კახეთში ყავდათ სარდალი ასეთი ლუკა რამაზაშვილი. რისკულისთვის დაიჭირეს. რატო ჩასვეს ციხეში? იმის გამო ჩასვეს ციხეში, რომ მაგათთან დაუკითხავად არ შეექმნა რამე შეიარაღება და რუსების წინააღმდეგ არ დამდგარიყო. თლიანად რუსული საქმე გააკეთეს აბსოლუტურად. ამას მარტო მე და თქვენ კი არ ხედავთ, მთელი საქართველო უყურებდა ამას. კი ბატონო.